გავაკეთეთ ძალიან მაგარი სამზარეულო და შეგვიხვდა ძალიან მაგარი მომხმარებელი, რომელმაც ისეთი გამოთვლები ჩაატარა, ისეთი გათვლები ქონდა და ისეთ რაჟად დაგვალაგებინა, ისე მოგვეხმარა ამ ყველაფერს. მოგვეხმარა რა, ეხლა ჩვენ მივეხმარეთ, თუ ყველაფერი არის აბსოლუტურად თავისი დალაგებული. დავიწყებ იქიდან, რომ სრულიად არასტანდარტული გამოვიდა სამზარეულო, აი იქით აი 60-იანი ყუთები და ზედა 30 ესეთი რამეები აქ არ არსებობს. აქ არსებობს ნახე 71-იანი ზედაპირი. კვარცის ზედა ყუთები 38-იანი, რომ დაბლითასთან იყოს შესაბამისობაში. დამავიწყდა ხო იმის თქმა. ხო ყველაფერი გამოთვალა, მაგრამ ერთი რაღაცა გამორჩა და მაგას მე ბოლოში გეტყვით რაც გამორჩა. დავიწყოთ დახასიათება. ნახე გამოვიყენეთ უმაღლესი ხარისხის მექანიზმები. გამოვიყენეთ უმაღლესი ხარისხის უჯრები, ზეგამძლე. გამოვიყენეთ ალუმინის შავი პროფილები. შავი ბაზა. ჩავაშენეთ ჭურჭლის სარეცხის მანქანა. ჩავაშენეთ ურნა. აქ გვაქვს შემსვლელი სათავსო. ასევე გვაქვს ჩაშენებული სარეცხის მანქანა და აი აქეთ პატარა სწავლებას მოგცემთ სარეცხის მანქანას როცა ვაშენებთ ხოლმე. აი ეს თემა გვაქვს ხოლმე ცოტა უხერხული. აი იმიტომ აქ გახდა საჭირო ესეთნაირად ამოჭრა, რომ მხნელი ჩასაღებელმა კარგად იმუშაოს. ასევე რა გავაკეთეთ, ანუ განათება, ქვედა განათება, სენსორული, რა თქმა უნდა ეს თავისთავად ყველა სამზარეულოს და ნებისმიერ სამზარეულოს სჭირდება. ეს არასტანდარტული სიტუაცია კიდე მოითხოვა იმან, რომ მაცივარი უნდა და ჩვენს მომხმარებელს, რომ აი იდეალურად ისტორიაში ყოფილიყო ჩაშენებული და დამერწმუნებით არის კიდევაც ასე ძალიან ლამაზად ჩასმული ეს შავი მაცივარი, შავი მიკროტალღური, შავი გაზი. ხო იცი სამი ფერი მივასებაო, შავი და შავი ეგრე არის, მაგრამ აქ თეთრიც გვევასება რა, მარტო ეგრე არა ვარ. ზედაპირზე გამოყენებულია კვარცის მასალა, რომელიც აი იდეალურად უხდება აი ამ თეთრ სამზარეულოს და აი ამ კვარცის ფერის შერჩევაზე საკმაოდ დიდი დორო, დიდი ძებნა დასჭირდა მომხმარებელს, რომ ზუსტად აი ეს დიზაინის ამ სტილის აი ამ ნაკაწრებში ეშოვნა ეს ზედაპირი. ასევე აქ გვაქვს ამოკრული ნიჟარა, ასევე კერამიკული ნიჟარა. დანარჩენი ხა რა გითხათ? არის ახლა იქ მე დიდათ არ მიყვარს ეს რაღაცეები, ანუ ყოველთვის ხას უსმევ მაგას, რომ საწური კარადაში დიდათ მოსახერხებელი არ არის, იმიტომ რომ თუ დასველდება გააფუჭებთ ეს გაითვალისწინეთ, მაგრამ მოთხოვნა იყო ესეთი უნდა ყოფილიყო და აქ ახლა გაჩვენებთ რა უნდა გაჩვენოთ. მოგზანდით შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა მომხმარებელმა. ნახე განათებები მაღლა. ესენი გათვალა, ყველაფერი გათვალა. განათებებიც დასვა რაღაც დონეზე, ჭურჭლის მანქანას ჩამონტაჟა, სარეცხის მანქანას მაგრად ჩასვა. ხო, კიდე მაცივარიც მაგრად ჩასვა. ფერებში ხო დასვა და აი ეს ერთი ეს შეეშალა. აი ეს ვერ გათვალა, რომ აქ აი პრობლემას შევეჯახებოდით, მე ბევრი მიმჯერეთ ამაზე და ამის გამო მოგვიხვდა აი ამ სანათის მოხსნა მოგვიხვდა, რომ კარები გაღებულიყო. კიდევ რა შემიძლია გითხრა, მოდი გადავატაროთ, სრული ვიდეო ვაჩვენოთ. მე დაგიამ ბევრი ვიჩხუბეთ, ხო? ბევრი ვიკამათეთ, აზრები, თემები გავცვალეთ და ბოლოს დავალაგეთ, სამზარეულოც კარგად დავალაგეთ. და ყველაფერი გამოვიყვანეთ, აი იდეალურად რა, მე ძალიან მომწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ დამეწუნებით. მე პატრონესაც მოეწონება, დღეს აქ არ არის საქართველოში, მაგრამ ვიდეოს გაუგზავნით, ვაჩვენებთ ხო ესია. იმედია, ტას დაგუკრავს, მოეწონება, ჩვენ მოგწონს. დიდი მადლობა.